ახალი რეგულაცია ამოქმედდება ავტოიმპორტიორებისთვისაც. აქციზის გადასახადის მატების გამო ახალი წლიდან მანქანების გამბაჟება გაძვირდება, თუმცა დაანონსებული სიახლე ყველა ავტომობილზე არ გავრცელდება. დაბეგვრის გადასახადი მოიმატებს იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ასაკი 9 წელს ცდება. გამბაჟება პირიქით გაიაფდება ელექტრომობილებისთვის. ამ გეგმით მთავრობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზებას ცდილობს. თუმცა სფეროს ექსპერტები მოსავალნელი რეგულაციის ნეგატიურ შედეგებზეც საუბრობენ. იანვრიდან 2008 წლამდე წარმოებული ავტომობილების გამბაჟება გაძვირდება. მკვეთრად გაიზრდება მარჯვენა საჭიანი ავტომობილების აქციზი. ავტომობილის დაბეგრვა ორ ძირითად პარამეტრს ეფუძნება. ესენია გამოშვების თარიღი და ძრავის მოცულობა. ჰიბრიდული ავტომობილების გამბაჟების ტარიფი შემცირდება. ელექტრომობილების იმპორტი გადასახადისაგან საერთოდ გათავისუფლდება. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე ახალი გადასახადის დაწესებას იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალიც 40,000 ლარზე მეტია. ასეთი პირები ვალდებული გახდებიან, რომ გადაიხადონ ქონების გადასახადი მათ საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილებზე. ამ შემთხვევაში ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით. 1 წლამდე 500 ლარი, 1-დან 5 წლამდე 240 ლარი, 5-დან 10 წლამდე 120 ლარი და 10 წლის ზემოთ 60 ლარი. ავტომობილების იმპორტზე აქციის ახალი განაკვეთები შემუშავებულია ავტოპარკის განახლების და გარემოსდაცვითი ღონისძიებების პოლიტიკის თვალისწინებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძველ ავტომობილებზე გაიზრდება საგადასახადო ტვირთი, მნიშვნელოვნად გაიზრდება საგადასახადო ტვირთი მარჯვენა საჭიან ავტომობილების იმპორტზე. დაგეგმილი ცვლილებების გამო გაურკვევლობაშია ბიზნესი. ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ დეტალური ინფორმაცია ვერ მოისმინეს. მათი განცხადებით, თუ ცვლილება 1 იანვრიდან ამოქმედდა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ავტომანქანა უკვე შეკვეთილი აქვთ. თვითონ მომხმარებელი ზარალდება, დამკვეთი ზარალდება, ეს უკვე 1 იანვრიდან თუ შევიდა ძალაში, რა თქმა უნდა, უკვე ვისაც შესყიდული ყავს ავტომობილი, უკვე დაზარალებულია რა. მით უმეტეს არ ვიცით რა ტარიფით იზრდება. სპეციალისტები ამ ბაზარზე ცვლილებების გატარების აუცილებლობას ხედავენ, თუმცა ამასთანავე აღნიშნავენ, რომ რეგულაციების გამკაცრება ბიზნესს დააზარალებს, ვინაიდან შედარებით დაბალი ფასის გამო საქართველოს ბაზარზე სწორედ 9 წელზე ზევით ასაკის ავტომობილები იყიდება. ოფიციალური მონაცემებით ავტომობილების 45% 11-დან 20 წლამდე ხნოვანებისაა. 20 წლის ზევით ასაკის კი 45%-ს აღემატება. ქვეყანაში მილიონზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. ცოტა უფრო მეტად უნდა შეეწყოს უფრო ავტოპარკის განახლებას ხელი და შედარებით შეიზღუდოს მეორადი ავტომობილების შემოყვანა. რა თქმა უნდა, აქ რადიკალური ღონისძიებები არ არის მიზანშეწონილი, ეტაპობრივად შეზღუდვით უნდა დავარეგულიროთ ჩვენი გარემო. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობით ისე მოხდება ამ ძველი ავტომობილების ახალისება, ხო, შემოყვანის, მაშინ ალბათ დღეს არსებული სიტუაცია არ შეიცვლება და შეიძლება უარესობისკენ წავიდა. თუ მოხდა აი ამ ახალ განაკვეთებში უფრო დაბალძრავიანი და ეკოლოგიურად სუფთა შედარებით ავტომობილების ახალისება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაბიჯი წინ გადადგმულია. ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ფინანსთა სამინისტრო 45 მილიონი ლარის შემოსავალს ელოდება.